ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით შეხვედრები დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტთან გლენ ჰაურდთან შეხვედრით დაიწყო. ჩვენი კოლეგები, სტრატეგიული პარტნიორები არიან ამომწურავად უკვე შეიძლება ითქვას ინფორმირებული ყველა მიმართულებით და თუ კი რამეზე ვნანობ, აქვე გულახდილად ვიტყვი ნანობ იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მსგავსი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა არ ქონდა, რაც ნამდვილად არ იყო მისასალმებელი და ეს ყველაფერი ახლა მიხარია, რომ გამოსწორდა, ვინმე არ შეიძლება სტრატეგიულ თავარ პარტნიორ სახელმწიფოსთან არ ქონდეს წლიდან წლამდე აქტიური შესაძლებლობა მათთან შეხვედრის. ვისაუბრებთ შიდა დემოკრატიულ გამოწვევებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გატარდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იყოს ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი პლებისციტია, რომელიც უნდა განსაზღვროს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ საგარეო გამოწვევებზე, ნატოს სამიტზე, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებას.